დღეს შინდისის გმირების დღეა. 11 აგვისტო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის ერთ-ერთი გამორჩეული ეპიზოდია. გორის მუნიციპალიტეტში შინდისის ბრძოლის ადგილას დღეს დილიდან ხალხმრავლობა იყო. საქართველოსთვის თავდადებულ მებრძოლებს პატივი მიაგეს სასულიერო პირებმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახის წევრებმა, სამხედრო მოსამსახურეებმა და რიგითმა მოქალაქეებმა. შინდისის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ მებრძოლთა სულთა საოხად პანაშვიდი აღესრულა. ღვთისმსახურება გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. პანაშვიდს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და შინდისის გმირების ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მეუფე ანდრიამ შეჭრებილებს ქადაგებით მიმართა. ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, პატივცემულო საზოგადოება, 18 წელი განვლო 2008 წლის აგვისტოს მოვლენებიდან და ძალიან კარგად მახსოვს ის დღე, როდესაც აქ მოგვიწია მოსვლა, მძიმე და მტკივნეული სანახაობა იყო, რთული ვითარება იყო. მაგრამ დღეს ეს ადგილი არის ჩვენი დიდებისა და ადგილი უკვდავებისა სამშობლოსათვის თავდადებულ ადამიანთა. ამგვარად მთელი ისტორიის, საქართველოს ისტორიის მანძილზე მოვდივართ. დამარცხება გვიგემია, მაგრამ არასოდეს არ ყოფილა სულიერი დაცემულობა ჩვენი წინაპრებისა და ყოველთვის ბჯეროდა ჩვენი სამშობლოს კეთილი მომავლის, მისი თავისუფლების, მისი დამოუკიდებლობის და მისი მთლიანობის. ჩვენ გველოდება ასეთივე სახელოვანი და დიდებული თავდადების მაგალითები აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში და ჩვენ გვწამს, რომ დადგება ის დღე, როდესაც მივალთ, პატივს მივაგებთ ჩვენს დაღუპულ მეომართა, საქართველოს თავდადებულ შვილთა საფლავებს, მივალთ ჩვენი წინაპრების საფლავებზე და იქ ვიტყვით, რომ საქართველო გამთლიანდა და მადლობას ვუძღვნით უფალს და მათ სულებს. მერთმა ნათელში დააწესოს. ის 17 მებრძოლი, რომელმაც თავი დასდო ამ მინდორზე საქართველოს ერთიანობისათვის და ჩვენი ერის სიკეთისათვის და ყოველთა სამშობლოსათვის თავდადებულთა მებრძოლთა ამინ. ჩვენთან არს ღმერთი. ვიხსენებთ ტყივილით, ვიხსენებთ სიამაყით, ვიხსენებთ იმ საოცარი თავდადებით, ისი მაგალითები დღეს ისინი არიან სამშობლოსათვის, თავისი მოყვასისათვის. ეს როგორც დღეს ადგილი დავხვდა სახეცვლილი იმით, რომ პირველად სანახავი ძალიან მძიმე სანახავი იყო, აი ესე შეიძლება შემდგომში საქართველოს მთლიანად გაძლიერდება, გამთლიანდება და ის სისხლი, შრომა, ოფრინდას დაიღვარა მის თაობებმა დაღვარეს. მალე ალბათ იქნება მიღწეული და ჩვენც ამ ბიჭებს რომ მოვადვეთყვით, რომ მათი გაღებული მსხვერპლი არ იყო ამო და მის მაესმე საოცრმა საბრძოლო თავდადება გაერთიანა საქართველო, სიამაყით აავსო მათი მომავალი თაობა და იქნება მუდმივი მაგალითი სამშობლოს და საფრთხის სიყვარულისათვის. მერთმა ნათელში ამყოფას ისენა მაინც თამამობა დალოცოთ. გააძლიეროთ ჩვენი საქართველო. აგვისტოს დღეები რთული დღეები არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ამავე დროს სასიხარულოც არის, იმიტომ რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების მარხვას მოკლედ დავიწყებთ მალე. ზოგადად ეკლესიას და ერისას დღევანდელ დღეს 21 საუკუნეში ჩვენ ფეხს ვიდგავთ ხელახლა და
ჭირდება ხოლმე საუკეთესო მაგალითები, როგორ გამოვლინდეს ადამიანში სულიერი, ფიზიკური, ემოციური, გრძნობითი, მოკლედ საწყისები, რომელიც ადამიანში დევს და ჩვენ გვჭირდება ასეთი მაგალითები, არა მხოლოდ წიგნიდან წაკითხული საუკუნეების მანძილზე, არამედ გვჭირდება ცოცხალი მაგალითები. ასეთი დიდი ცოცხალი მაგალითი იყო ჩვენი კათოლიკოს პატრიარქი, რომელმაც აი ამ დღეებში, აგვისტოს ომის დღეებში, იმ დროს, როდესაც ძალიან რთული იყო მოკლედ აი აქ შემოსვლა, მან შემოვიდა და ესე რომ ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი შუქი შემოიტანა, მოკლედ ჩვენს აი ამ გორისა და ატენის ეპარქიაში და ასევე ნიქოზის ეპარქიაში, რომელიც მაშინ ძალიან მძიმე პერიოდს გადიოდა. და აი შინდისელი გმირების მოკლედ მაგალითიც ეს არის არა უბრალოდ რაღაცა ისტორიაში მომხდარი მაგალითი მხოლოდ, არამედ ეს არის ჩვენი მომავალი ჯარისკაცების, ჩვენი მომავალი ახალგაზრდებისთვის ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს ადამიანს საკუთარი სამშობლო, როგორ უნდა გიყვარდეს ადამიანს ღმერთი, როგორ უნდა გიყვარდეს ადამიანს მოყვასი, რომ მისთვის შეგეძლოს თავი გაწიროთ. აი ამ ადამიანებმა 17-მა შინდისელმა გმირმა თავისი თავდადები და თავგანწირვით გვაჩვენა 21 საუკუნეში მაგალითი ვაჟკაცობისა, ადამიანობისა, მოკრძალებისა, სამშობლოს სიყვარულისა და მოკლედ დაგვიდეს ეს მაგალითი ალბათ საუკუნო და ღმერთმა მათი სული აცხონოს და ჩვენ კი მოგვანიჭოს მათებრი მოკლედ ხურვალება სარწმუნოებისა და სამშობლოს სიყვარულისა. 2008 წლის 11 აგვისტოს შემდეგ შინდისში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის ადგილი გმირთა მემორიალად იქცა. გმირების დაღუპვის ადგილზე ერთგვარი მუზეუმი მოეწყო. დღეს აქ შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ქართველი მებრძოლები და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. დღეს არის თარიღი შინდისის ბრძოლისა და ამ მინდორზე გამართული ბრძოლის შედეგად დაღუპულ 17 მეომართა სულები მოიხსენიეთ. რთული ვითარება იყო, რთული იყო და ძალიან მტკივნეული დასანახად ის მდგომარეობა, რომელიც აქ ჩვენს თვალწინ გაიშალა, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესთან ერთად მოვედით ამ ადგილას, მაგრამ დღეს ჩვენ სამშობლოსათვის თავდადებულ გმირებს მივაგებთ პატივს და ჭეშმარიტად ეს ადგილი არის ქართველ მებრძოლთა თავდადების მაგალითის მომცემი და ამავ დროს ჩვენში იმედს ბადებს, რომ როგორც უწინ საუკუნეების წინ სამშობლოსათვის თავდადებული მეომრების მადლით, მათი თავგანწირვით მოვედით დღევანდელ დღემდე, ისევე გავაგრძელებთ ჩვენს ისტორიას. ჩვენ მგონია, რომ შეიცვლება მდგომარეობა და ისტორიული მოვლენები, მაგრამ საუკუნეებია არ შეცვლილა და სამწუხაროდ ალბათ ასე გაგრძელდება. ამიტომაც ასეთი მაგალითები ყველას ვჭირდება. ყველას ვჭირდება, რომ გავაცნობიეროთ ჩვენი ქვეყნის სიყვარულიც და მისთვის თავდადების აუცილებლობაც. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ჩვენი ეპოქის გამორჩეულ ქართველ მებრძოლებს, შინდისის გმირებს, რომლებმაც ენით აუღწერელი გმირობა ჩაიდინეს, თვით მტერიც კი აღართოვანეს და განაცვიფრეს მათი ვაჟკაცობით, თავიანთი სულისკვეთებით, მებრძოლის სულით და დაანახეს ყველას, რომ ქართველი მებრძოლი სულ გაუტეხელია და არასდროს შეეგუება საქართველოს თავისუფლების დაკარგვას. ეს არის მაგალითი გმირობის, რომელიც მარადიულად დარჩება ჩვენს მეხსიერებაში. და სწორედ თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა იამაყოს ამ ბიჭებით, სწორედ მათი გმირობა გვაძლევს წმენას, რომ
საქართველო უკვდავია და საქართველო მარადიულია. კიდევ ერთხელ დიდება და პატივი მათ სულებს და მათ სახელებს. ასევე მინდა მადლობა გადაუხადო მე ვნახე მშობლები ამ ჩვენი შინდისის გმირებისა და პირადად გადაუხადე მადლობა ესეთი ღირსეული მამულიშვილების აღზრდისთვის. ჩვენ ნამდვილად გვიამაყება ამ ბიჭების გმირობა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, ყოველდღიურად უნდა ვძნოვდეთ მათ გაკეთებულ საქმეს, რომ ჩვენს ყოფიერებაში, განსაკუთრებით ჩვენ შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას ჩაუნერგოთ სწორედ ეს სულისკვეთება, რა სულისკვეთებითაც იბრძოდნენ და ცხოვრობდნენ ჩვენი შინდისის გმირები. ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ ყველას მუდამ ახსოვდეს მათი განხორციელებული საქმე და გმირობა. კიდევ ერთხელ დიდება და პატივი მათ. ეს პატივს მივაგებთ შინდისის გმირებს, მათ ხსოვნას. მათი გმირობა არის ნამდვილად გამორჩეული და განსაკუთრებული. ეს არის ის გმირობა, რომლის მაგალითზეც უნდა იზრდებოდეს თაობები ჩვენს ქვეყანაში და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება მათი გმირობა. არის უკდავი, მათი სულები არის უკდავი. მე მინდა მათ მშობლებს, მათ ოჯახის წევრებს გადაუხადო მადლობა, მათ მშობლებს განსაკუთრებული მადლობა. ასეთი გმირები რომ მაჩუქეს ჩვენს ქვეყანას, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მათი გმირობა არის სამაგალითო და იქნება სამაგალითო მრავალი თაობისთვის ჩვენს ქვეყანაში. 18 წელი გავიდა შინდისის ბრძოლიდან, ამ ბიჭების ქართველი ჯარისკაცების ბრძოლიდან, მათი გმირობიდან და ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება ქართველი ჯარისკაცის, საქართველოს ჯარისკაცის გმირობისა და იმ თავდადებისა, რომელსაც ქართული ჯარი იჩენს საკუთარი სამშობლოს მიმართ. ზუსტად ასეთ მაგალითებზე იზრდება საქართველოს მომავალი, ზუსტად ასეთი მაგალითებით ძლიერდება საქართველოს სახელმწიფო. სწორედ ეს ადგილები შინდისის მიწა ინახავს საქართველო-რუსეთის ომის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და უთანასწორო ბრძოლის ისტორია, სადაც 17-მა ახალგაზრდა გმირმა საკუთარი სიცოცხლის ფასად აჩვენა საქართველოს ერთიანობის და ღირსების დაცვის გამორჩეული და მარადიული მაგალითი. სწორედ ეს თავდადება გვავალდებულებს, რომ დავიცვათ და განვამტკიცოთ მშვიდობა. აღვასრულოთ საქართველოს ყველა ეროვნული მიზანი. შერიგებით გავაერთიანოთ ჩვენი ხალხი და მშვიდობით გავამთიანოთ ჩვენი ქვეყანა. და რა თქმა უნდა, ერთიანი ძლიერი და თავისუფალი საქართველო იქნება ჩვენი გმირების ხსოვნის საუკეთესო დაფასება, რომლებმაც სამშობლოსა და საკუთარი ღირებულებების მიმართ ერთგულება სიცოცხლის ფასად დაამტკიცეს. სურს თანაგრძნობა გამოუცხადო ოჯახებს და პატივისცემა დაუდასტურო მათ. მადლობას ვუხდის მთელი ჩემი ცხოვრება 18 წელი უწმინდეს და უნეტარეს აცხონოს მისი სული უფალმა, რომ ის რომ არა ჩვენ სასაფლაოები არ გვექნებოდა, იმამ შევიდა და თავისი ანაფორა დაუგო ჩვენ ბიჭებს და ისე გადმოიყვანა ჩვენი დახოცილი დამწყარი შვილები და მადლობის მეტი რამე თქმის. ჩვენ არაფერი არ ვართ ამ ქვეყანას. მარტო ის დაგრჩენია, რომ ვამაყობთ, რომ გმირი შვილები გვყავს. ყველა სახელით ვის დაიღუპა 2008 წელში, ყველას სახელით ვამბობ მე ამას. ისევე ისეთი მტკივნეულია ეს დღე, როგორც 18 წლის წინ. ძალიან ძნელია, ძალიან რთული აქ მოსვლა ჩემთვის და ძალიან მტკივნეულია. ეს ადგილი იმდენად მძიმეა, აქ ამ ადგილას ვესაუბრე ჩემს ძმას ბოლოს 18 წლის წინ, როდესაც რუსების ალყაში მოხვდნენ და შემდეგ რაც გამოიტანეს გადარჩენილმა ბიჭებმა ამბავი რაც მოხდა, ეს ყველამ ვიცით. ალეკო ცოცხალი იყო, სასალამათი, არანაირი ნაკაწრი არ ქონდა. შეეძლო აი ეს ტერიტორია დაეტოვებინა და წამოსულიყო, მაგრამ ლიანდაგებს აქეთ გადმოვიდა ბიჭების დასახმარებლად ალეკო და აქეთ იყო მოხდა ჩასაფრებაში თავის ნაცვლულიც და ალეკომ გადაწყვიტა რომ ბიჭებს დახმარებოდა. 1 საათიანი ბრძოლის შემდეგ ალეკომ მხოლოდ დარჩა მხოლოდ და შემოინახა თავისთვის მხოლოდ ერთი ხელყუმბარა, რომელიც შემდეგ თავის ნაცვლთან ერთად, თავის ნაცვლული იყო სისხლიდან იცლებოდა, არტერია ქონდა გადახსნილი, ალეკოს ებედრებოდა წასულიყო, სახლში წადი ალეკო, მოუყევი ჩვენზე, ჩემს ოჯახს, მიუტანე ჩვენი ამბავი.
ალეკომა არჩენ ვერ წავალ, ვერ დაგტოვებ, არჩენ ჩაგაბარებ, არც მე ჩავბარდებიო. სანამ მოუახლოვდებოდნენ ოკუპანტები, შეძახილი იყო ბიჭებო, დაყარეთ იარაღი, ხელს არ გახლებთო. ალეკო შეძახილი იყო, არც მე ჩაგბარდებით და არც ჩემს ნაცნობს ჩაგაბარებთო. დაელოდა რუსი ოკუპანტების მოახლოვებას, მათაც დიდი ზიანი მიადგათ. რომ დავინახეთ, რასაც აპირებდა ალეკო, შევძახეთ ბიჭებმა, დაჭრილმა ბიჭებმა, ალეკო ეს არ გააკეთო. აიღო ტელეფონით, მოზღვართან დაიწყო დარეკვა, ალეკომ გადაწყვიტა, რომ ტყვედ ჩაბარებას და ბიჭების დატოვებას სიკვდილი არჩია. მას თავისუფლად შეძლო აქედან წასულიყო, ტყვედაც არ ჩავარდებოდა, მაგრამ მას ნათქვამი ჰქონდა ერთი ჩემი მეგობარიც რომ დაიღუპოს იქედან მე ცოცხალი არ დაბრუნდები. მან შეასრულა მისი ვალი ქვეყნის წინაშე, მან თავი შესწირა მის ქვეყანას. შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. ამ ბრძოლაში გმირულად დაიღუპა 17 ქართველი ჯარისკაცი, რომლებმაც თავგანწირვისა და სიმამაცის მაგალითი გვიჩვენეს. სამშობლოსთვის თავდადებული გმირები არიან ალექსანდრე ონიანი, რომან ზოიძე, ვეფხია ჯიშკარიანი, მიხეილ დვალიშვილი, ირაკლი ჯანელიძე, ილია შეყლაშვილი, მარლენ ბარამია, ემზარ წილოსანი, რუსლან წულაძე, შმაგი კუპატაძე, ფელიქს კაკაურიძე, ნიკოლოზ ფორჩხიძე, ლევან მელქაძე, ილია გაბუნია, თეიმურაზ ბერიძე, ზვიად კაცაძე და კახა კოშაძე.